საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს გეგმავს. რეგიონში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს 22 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი. ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით წელსვე იგეგმება დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც. უწყების ცნობით რეგიონში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, გავეცანით არსებულ პრობლემებს, მოისმინეთ მათ ის საკითხები, რომელიც ამჟამად მწვავედ დგას და დავსახეთ სწრაფად გადაჭრის გზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გავეცანით ის პროექტები და ის საკითხები, ის დიდი მშენებლობები, რომელიც განხორციელდება და დაიწყება მიმდინარე წელს და ამით გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი. განვიხილეთ დასრულებული და მიმდინარე პროექტები და ასევე დაიგეგმა სამომავლოდ ირიგაცია მელიორაციის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო გეგმებით. შეხვედრამ ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დასმული იქნა შეკითხვები და შესაბამისად დამაკმაყოფილი პასუხები იქნა გაცემული მელიორაციის წარმომადგენლების მხრიდან. მოსახლეობის ფერმერების, ასევე ინდივიდუალური გლეხების ძალიან დიდი რაოდენობა სარგებლობს როგორც საქართველოს მელიორაციის სარწყავი წყლის მომარაგების, ასევე არსებობს თვითონ ჩვენთან მუნიციპალიტეტში არსებული წყალსატუმბი სადგურებით. ამიტომ ძალიან კარგი იყო საქმიანი შეხვედრა იმის მიხედვით, რომ დაიგეგმა სამომავლო გეგმები, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას წყალი.